ებოლას ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა. უწყებაში განმარტავენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის, რადგან საკრუიზო ხომალდ კარნივალ მეჯიკზე ებოლა არ დადასტურდა და მგზავრის გარდაცვალების მიზეზი აღნიშნული ვირუსი არ გამხდარა. ვირუსის არარსებობაზე საუბრობს ქრონიკასთან ინტერვიუში საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძეც. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ხომალდ კარნივალ მეჯიკზე, სადაც საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა სავარაუდო ებოლის შემთხვევასთან დაკავშირებით. რის გამოც მექსიკისკენ მიმავალმა საკრუიზო გემმა მარშრუტი შეცვალა და ტეხასის პორტში დაბრუნდა. არანაირი საფრთხე ამ ეტაპზე და აუცილებლად იმისა, რომ მოხდეს ქართველი მეზღვაურების ევაკუაცია ან ტრანსპორტირება საქართველოში, ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რაც აბსოლუტურად დაიბეჭდა საერთაშორისო გამომცემლობებში და მედიაში, არ არსებობს არანაირი პანიკის საფუძველი. ინციდენტი ამოწურულია, მეზღვაურები გააგრძელებენ მუშაობას. Რამდენად ჩემთვის ცნობილია ჯერჯერობით ეს დიაგნოზი არ არის დადასტურებული, პირიქით არის ინფორმაცია, რომ თქვათ უარყვეს უკვე ეს დიაგნოზი, ასე რომ ჩემის აზრით, ეხლა გასაგებია ყველა შეშინებულია ნებისმიერი შემთხვევა, მით უმეტეს თუ არის დაკავშირებული ებოლას უკვე დადასტურებულ შემთხვევათან კონტაქტზე, ახლა პანიკა გასაგებია ეს ყველაფერი, ჩემი ინფორმაციით იქ არაფერი სერიოზული არ ხდება.